ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი დღე ჩვენ ვესწრებით და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ის პროექტი, რომელიც იყო ინიცირებული ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს და ჩვენი სააგენტოს მეშვეობით თავისი დასასრული და ჩვენ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენ ის ბავშვები, ვინც მიიღეს მონაწილეობა ამ პროექტში, დავაჯილდოვოთ და დავაფასოთ მაგათი ღვაწლი. ეს პროექტი ასევე შეიძლება ცოტა სხვა ფორმით გაგრძელდეს და მისცეთ შესაძლებლობა ასევე სხვა ახალგაზრდებს ბავშვებს მიიღონ მსგავს პროექტებში მონაწილეობა და პირდაპირ ჩვენი მხრიდან იქნება აფხაზეთის მთავრობის მხრიდან თუ საინფორმაციო ცენტრი იქნება თუ რომელიმე სააგენტო მაქსიმალური მხარდაჭერა მსგავსი პროექტებისთვის. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად ჩაატარა რიგი ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით, საინფორმაციო აქტივობები, შემოქმედებითი კონკურსი. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო. დღეს გადავეცით საჩუქრები გამარჯვებულებს. შერჩეული იქნა 4 ადამიანი. მათ მთელი ზაფხულის განმავლობაში შექმნეს ნამუშევრები, ნახატები, ესეები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთის შესახებ და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდები აქტიურები არიან და ჩართულები არიან ამ პროექტებში, რადგან როგორც მოგეხსენებათ, მომავალი თაობის და ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ მიმართულებების მიმართ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი თავიდანვე ჩვენთვის, რადგანაც პროექტი ემსახურებოდა ახალგაზრდებში პოპულარიზაციას აფხაზეთსა და ევროინტეგრაციის შესახებ თემატიკას. ჩვენ გამოვაცხადეთ შემოქმედებითი ზაფხულის სახელწოდებით კონკურსი და თემა იყო მე ევროპელი და მომავლის აფხაზეთი და ძალიან მიხარია, რომ უამრავმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა და ძალიან მახარებს, რომ გაღმანაპირიდან მივიღეთ ძალიან ბევრი აპლიკაცია და ამ ბავშვების ნამუშევრებს ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენივე ჟურნალებში, იელქანი და ჟურნალი რიწაში დავბეჭდავთ მათ ნამუშევრებს. ბავშვებს მიეცემათ რაღაცნაირი პლატფორმა, სადაც შეეძლებათ თავიანთი ფიქრების გადატანა თუ ჩანახატების თუ ნახატების. ეს კონკურსი იქნება ყოველწლიური. ესეთ კრეატიულები, ესეთ თავისუფლად და თამამად აზროვნებენ ეს ბავშვები, მოზარდები უფრო სწორად და რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ხედვით გამოირჩევიან, მეტი თავისუფლებით და მეტი დამოკიდებულებით სითამამითაც, რაც აუცილებელია 21 საუკუნის ახალგაზრდისთვის და გულოცავ გამარჯვებულებს, ულოცავ ყველა მონაწილეს და მგონია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში და მგონია, რომ დღევანდელი დღე საინტერესო იქნება მათი შემდგომი განვითარებისათვის. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა არჩევა, მაგრამ ანას შემოქმედება, მისი ფერები, როგორ ხედავს და მისი ემოცია ძალიან ახლოს იყო ჩემთან, ჩემ შემოქმედებასთან და მინდა წარმატება უსურვო მას. დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან საინტერესო და ბედნიერებით სავსე ელოდება, რაშიც მე ყველანაირ თვეცდები რომ მას დავეხმარო, აუცილებლად გამოვიყენებ ანას შემოქმედებას ჩემს შემოქმედებაში და მინდა წარმატებები უსურვო და ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩამოთვალა ამ პროექტში. დამაჯილდოვეს და რითაც ძალიან ბედნიერი ვარ, ასე ბედნიერი ვარ იმით, რომ მივიღე მონაწილეობა და შევძელი რომ გამომეხატა ჩემი შინაგანი გრძნობები და ჩემი მომავლის იმედები.